რატომ იცავენ მართლმადიდებლები მარხვას? მარხვა გვასწავლის ჩვენ თავშეკავებას და მარხვა გვასწავლის თავისუფლებას, მარხვა გვასწავლის საკუთარი თავის დამორჩილებას. ძალისხმევას გვასწავლის, როგორ უნდა გამოვიჩინოთ საკუთარ თავზე. საერთოდ ყველაფერი დადებითი და ყველაფერი კარგი მიიღწევა საკუთარ თავზე ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად. ანუ მარხვა ჩვენ გვასწავლის ვაკეთოთ ის, რაც არ აქვს სიამოვნებს, არამედ რაც ჩვენთვის სასარგებლო იქნება. და ამისთვის აუცილებელია რომ ვისწავლოთ საკუთარი თავის მოზღუდვა რაღაც გარკვეული სიამოვნებებისაგან. სიამოვნებაზე უარის თქმა თუ ადამიანს არ შეუძლია, იმას ძალიან მარტივად აცნობს ყოველთვის ეშმაკი. ამიტომ ვარხულობთ ჩვენ ქრისტიანები, რომ შევძლოთ სულიერების გზაზე, ღმერთისაგან მიმავალ გზაზე რაღაც გარკვეული წარმატებების მიღწევა. დასაშვებია თუ არა მარხვაში სამარხვა, მაგრამ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე საკვების მიღება. მაგალითად სამარხვა ყველის, კარაქის, ტორტების და მსგავსი პროდუქტების. ადამიანი უნდა იყოს გულწრფელი. უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან, შესაბამისად უფალთან და საერთოდ ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში. არ უნდა ეცადოს საკუთარი თავის მოტყუებას. თუ გემო იგივეა, შენ იმ შენს მოთხოვნილებებს გემრიელი საკვების მიღებისას ისევ იკმაყოფილებ. ესე დროს საკუთარი თავის მოტყუება გამოსდის ადამიანს და მეტი არაფერი და რა თქმა უნდა, მაგიტო ვთქვი, რომ უნდა იყო გულწრფელი ადამიანი. აუცილებელია თუ არა ბზობას და ხარებას თევზის მირთმევა. რაც შეეხება ბზობას და ხარებას, რომელიც ყოველთვის დიდ მარხვაში უწევს და ყოველთვის დიდ მარხვაში არის მოქცეული, ესეთ შემთხვევაში ბზობას და ხარებას ნებადართული არის თევზის მირთმევა. იმიტომ რომ ეს არის საუფლო დღესასწაულები და ნიშნად იმისა, რომ ამ დღეს სიხარული გვმართებს, ამ სიხარულის ნიშნად ეკლესია ნუგეშს გვაძლევს, რომ ამ დროს მივიღოთ თევზი, თორე ეს არ არის ის, რომ მაინც ადამიანს თევზი უნდა ჭამონ, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებიც საერთოდ ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით. აუცილებელია თუ არა მარხვის დასაწყებად მოძღვრის კურთხევა, ანუ ნებართვა. მოძღვრისაგან კურთხევა მარხვის დაწყებაზე არ არის აუცილებელი, თუ შენ მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლი თავს და ეკლესიას განუკურთხნებს საკუთარ თავს, არანაირი აუცილებლობა არ არის კურთხევა აიღო, იმიტომ რომ მარხვა გეხება შენს როგორც ნებისმიერ ეკლესიის წევრს და როცა ეკლესია მარხვას აცხადებს, შენც უნდა დაეწყო მარხვა. კურთხევის აღება გჭირდება იმ შემთხვევაში, თუ კი გინდა რომ მან შეღავათი ითხოვო, შენი რაღაცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ან რაღაცა გულმოდგინება გაწუხებს და გინდა რომ თქვა რაღაცა გაიმკაცრო მარხვა. ესეთ შემთხვევაში რასაკვირველია, მოძღვრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი და მოძღვარმა უნდა მოგცეს კურთხევა ამაზე, რომ იქ რაღაცა ცოტა სხვაგან არ გაგექცეს შენი სულიერი სადავები. იმ შემთხვევაში თუ ადამიანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მისთვის აუცილებელია რძის პროდუქტები ან ხორცი, როგორ უნდა დაიცვას მარხვა? მაგ შემთხვევაში მიდის მოძღვართან ადამიანი და იღებს მისგან კურთხევას. ეუბნება უხსნის თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომ მას აწუხებს თქვა ესა თუ ის რაღაცა პრობლემა ჯანმრთელობის და ითხოვს მისგან კურთხევას, რომ რაღაცა შეღავათი მეიღოს მარხვაში. არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად რაღაცა ხორცის ჭამის უფლებასაც ვაძლევთ ადამიანებს, თუ გითხოთ რაღაცა გარკვეული დაავადება აქვს, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებთ რა, რომ ხორცი მიიღე იმ ზომით და იმ ფორმით, როგორც ეს შენი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი მოხარშულ მდგომარეობაში და მოერიდე შენ წორ მოხრაგულს და რაღაცა პირის გემოს გემრიელ საჭმელებს. თუ გინდა რომ მარხვა გამოგივიდეს და თუ შენ გულწრფელი ხარ.